თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ პროევროპული საპროტესტო აქციების დროს დაკავებული არჩილ მუსელიანცი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ პროცესზე მუსელიანცისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა სავალდებულო წესით გადაისინჯა. ბრალდების მხარე მუსელიანცის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, დაცვის მხარე მის გათავისუფლებას შუამდგომლობდა. ადვოკატმა მოსამართლეს მუსელიანცის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება, ასევე დამატებითი ღონისძიებები შესთავაზა. მოსამართლე გიორგი არევაძემ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა და მუსელიანცი პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ პროცესზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა. მისი თქმით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ცეცხლის წაკიდებით დააზიანა სატელეკომუნიკაციო კარადა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. პროკურორის თქმით, სახელმწიფოს 534 ლარის ზარალი მიადგა. 28 წლის არჩილ მუსელიანს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა სწორედ ამ ზიანისთვის ემუქრება. მომდევნო პროცესი 22 აგვისტოს 11 საათზე ჩაინიშნა. პროცესზე დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე წარდგება. სავარაუდოდ განაჩენი იმავე დღეს გამოცხადდება. არჩილ მუსელიანცი გასული წლის 30 ნოემბერს მიმდინარე აქციების დროს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში მუხლის სისხლის სამართლის კოდექსის 197 მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს. დღევანდელი პროცესი ახალი შეზღუდვების გამო მედიამ ვერ გადაიღო. აკრძალულია აუდიო ჩაწერაც. მედიის შემზღუდავი ახალი კანონის გამო ჟურნალისტებს კამერებით ართ შენობაში და ართ შენობის ეზოში უშვებენ.